ფილმი მომზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით. ოხოდი? გამიგებ? შეაგროვე? აგიღებ ახლა. ოხოდი, შემოგა. საზარია ნაბაისლიბები ფულის დახურდაება რომ უნდათ. ეხლა ამერიკას დაუწუში მოვალ. აქენ გვიტანე. ჩვენ დავითვალოთ 80,000 ეყო. ერთი გავიხედები რა ახლა ხო არ მოვიდა. პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება პიროვნების გაუჩინარების შესახებ. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით გავიდა უბნის ინსპექტორების ჯგუფი, რომლებმაც ადგილზე მისვლისას გაარკვიეს, რომ ვალიუტის გადასახურდავებელი პუნქტიდან იყო გასული პიროვნება, რომელსაც თან ჰქონდა $80,000. შესაბამისად, ვინაიდან $80,000-თან ერთად იყო პიროვნება გაუჩინარებული, ჩვენ გავგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია ყოფილიყო მის მიმართ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი და პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. ადგილზე მოსულმა უბნის ინსპექტორების ჯგუფმა გამოკითხა აღნიშნული შეტყობინების ინიციატორი, საიდანაც დადგინდა, რომ პიროვნება გასული იყო მის სავალუტო ჯიხურიდან, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. აღნიშნულის გარკვევის მიზნით უბნის ინსპექტორებმა დაათვალიერეს სავალუტო ჯიხურის გარე ფასადზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერი, სადაც აღმოაჩინეს, რომ პიროვნება თავის სავალუტო ჯიხურიდან გადიოდა ჩანთით, რის შემდეგაც შევიდა მის გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურში, საიდანაც გაქრა მისი კვალი. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ უბნის ინსპექტორების ჯგუფმა ფაქტზე ეფექტური რეაგირების მოხდენის მიზნით გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურში მისვლა და აღნიშნული ჯიხურის გარე ფასადზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების დათვალიერება გადაწყვიტეს. გამარჯობათ. ლეიტენანტი ბუზალაძე. გვერდით ლომბარდიდან შეტყობინება შემოვიდა ლომბარდის თანამშრომლის გაუჩინარების შესახებ. რა გაუჩინარების? ვინ გამოგიძახა? შეტყობინება მეზობელი ლომბარდიდან შემოვიდა. შეიძლება თქვენი შიდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შევამოწმოთ? რა პრობლემაა შემოწმოთ? სავალუტო ჯიხურში კამერების დათვალიერებით გამოირკვა, რომ დაკარგული მამაკაცი თავისი სავალუტო ჯიხურიდან შედიოდა გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურში, რის შემდეგაც გამოდიოდა და ბრუნდებოდა თავის სავალუტო ჯიხურში, ხოლო დანარჩენი ჩანაწერი იყო წაშლილი, რაც სავალუტო ჯიხურის მეპატრონის განმარტებით კომპიუტერს ხშირად ემართებოდა და იშლებოდა ჩანაწერები. ჩანაწერი წყდებოდა რა შეასაბა. ხოცდება. არ ხანდახან შვება ხოლმე ეგრე რა. აჰა, გასაგებია. აღნიშნულზე ეჭვი შეიტანეს უბნის ინსპექტორებმა
და დამატებით დაათვალიერეს დაკარგული პიროვნების სავალუტო ჯიხურში არსებული ვიდეო კამერებით ჩანაწერი. დაკარგული პიროვნების სავალუტო ჯიხურზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერის დამატებითი დათვალიერებით გამოირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება შედიოდა გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურში, იქიდან გამოდიოდა, რის შემდეგაც კვლავ დამატებით შედიოდა უკვე ჩანთით, ხოლო იქიდან გამოსვლა აღარ ჩანდა. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების შემდეგ უბნის ინსპექტორების ჯგუფმა გადაწყვიტა დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ გვერდით მდებარე სავალუტო პუნქტის მეპატრონისგან აღნიშნული პიროვნების შესვლასთან დაკავშირებით იმ პუნქტში, რაზეც მიაკითხეს კიდეც სავალუტო ჯიხურს, მაგრამ უკვე სავალუტო ჯიხური იყო დაკეტილი. ამან ეჭვი გააძლიერა იმის, რომ უკვე დანაშაულს შესაძლებელია ქონოდა ადგილი, რაზეც უბნის ინსპექტორების ჯგუფმა გამოიძახეს დამატებითი საგამოძიებო ჯგუფები ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისულმა საგამოძიებო ჯგუფმა შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ვიდრე საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებდნენ, ხელმძღვანელობა ჩაგვაყენა საქმის კურსში. ჩვენი იქ მისვლისას დავადგინეთ სავალუტო ჯიხურის მეპატრონის ტელეფონის ნომერი, რამოდენიმეჯერ ვცადეთ მასთან დაკავშირება, რის შემდეგაც დაუკავშირდით და ვთხოვეთ მოლაპარაკებისთვის შევეშვით სავალუტო ჯიხურში. ამდგომარეობა. შიგნით არის საეჭვო ჩაკეტილი. მარტოა? პიროვნება დადგენილია ვინ არის? პიროვნება დადგენილია და მობილური ტელეფონიც. ამ შეგვიძლია დაველაპარაკოთ, ხო? კაი, დამაკავშირე. ალო. გამარჯობა. პოლკოვნიკი ვალეთ თავადზე გესაუბრები. გური შენ ხარ? აი, მოკლედ სიტუაცია ესეთია. პერიმეტრს აკონტროლებენ თანამშრომლები აქედან უბრალოდ ფიზიკურად ვერ გახვალ ვერსად. და ალბათ შენს კარგად ხდება. ეხლა მე იმიტომ მოვედი, რომ მინდა დაგელაპარაკო. იქნებ შემომიშვა, პირობას გაძლევ, უიარაღო და მარტო შემოვალ. არანაირი ტყუილი. შემოვალ მარტო მე იარაღის გარეშე. კარგი შემოდი. როგორც მარტო შემოდი. გეუბნება შტურმით რო შემოხვიდე, ვიღაცას გაგიღოთ. იარაღით. არა, არ გინდა ეგეთი საუბარი, პირობას გაძლევ, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ მე შემოვიდე და ამიხსნა რა მდგომარეობაა, რატო იმყოფები მან და რატო ხარ ჩაკეტილი. უბრალოდ სასაუბროდ შემოვიდე. პირობას გაძლევ. მარტო შემოდი გიმეორე. კარგი. ასე უნდა შევიდე. კარწმუნდა. კი, უნდა შევიდე. პიროვნებასთან მოლაპარაკებით გამოირკვა, რომ მას სავალუტო ჯიხურის ერთ-ერთ ოთახში დამალული ყავდა გარდაცვლილი, ხოლო თვითონ იყო აგრესიული და გვეუბნებოდა თუ შევიდოდით
სავალუტო ჯიხურში ან ცდიდით მის დაკავებას, იგი თავს მოიკლავდა. ვინაიდან იგი არაფერ შუაში არ იყო, აბრალებდა აღნიშნული პიროვნების კვლევას მისող ნაცნობს და განმარტავდა, რომ მის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებდა. აი როგორ შეგვიძლია უიარაღო რა. ცოტა ახლოს მოვიწევი შეიძლება? ხვდები რომ მაგარ გაუგებრობაში. მაგრამ მოდი ისე ვქნათ, რომ უფრო არ გავართულოთ სიტუაცია. რა გინდა რა ჩაგბარდე და ყველაფერი მედაბრალდეს მე. არა, შენ დაგბრალდეს ეგრე სად არის? ხო უნდა გავარკვიოთ ყველაფერი. მომიყევი ყველაფერი რა როგორი? რა როგორ იყო? შევახვდე რა ჩემი მეგობრები რა ამ საქმეში არიან ისინიც და ფულის გადახურდავება უნდა. მე მეწავედი რა. სასაფლაოზე წავედი, მამის სასაფლაოზე წავედი. მოვედი და აბაზანაში უკვე ტრუპი დამხვდა რა. ტრუპი დამხვდა რა. ამის წლის თავი მაქვს რა და სასაფლაოზე ვიყავით, მე ჩემდაც დავურეკეთ რა. ანუ შენ დასთან ერთად იყავ? ესე გამოდის კი. და პოლიციაში რატო არ განაცხადე? პოლიციაში რატო არ გამოცხადე? ხო. ჯერ ჩანაწერები ვნახე. ხო. მაინტერესებდა კლიენტების ჩანაწერები. წაშლილი იყო ყველაფერი. ამ დროს დამადგა პოლიცია. შემეშინდა რა. მე მოვატყუე რა ვქნა. მეთქი გავიქცევი ხა დამშვიდები და ყველაფერს მეთქი დაი მოვყვები და ჩემით ჩავმარდები მეთქი რა. ანუ გადაწყვეტილი იყო. კი. ხანგრძლივი მოლაპარაკების მიმდინარეობისას სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ქუჩაში შეამჩნია იქ მოსული ჟურნალისტები და ვიდეო გადამღებები, რაზეც იგი აღელდა და განგვიცხადა, თუ აღნიშნულ სიუჟეტს ტელევიზორში ნახავდა, სიცოცხლეს დაასრულებდა თვითმკვლელობით. საართული მდგომარეობაა. ადამიანმა თქვა, თუ ეს ტელევიზიაში გაშუქდება, იმ წამს რომ მოვიკლავ თავს. საშუალება აქვს, რომ ტელევიზორში ნახოს, ძალიან თქო შედით ჩვენ მდგომარეობაში. ეხა თავი შეიკავეთ. ცოტა ხანში აბსოლუტურად ყველაფერს კონკრეტულად მოგაწვით აბსოლუტურად ყველაფერს. ძალიან გაგთხოვთ რა. გაიგეთ ჩვენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ სიტუაციას ჟურნალისტები მოეკიდნენ გაგებით და არც ერთ ტელეარხს პირდაპირ ეთერში ეს არ გადაუცია. მოკლედ რა ხდება? როცა შეამოწმეთ იქით ლომბარდის ჩანაწერები, თუ ფიქსირდება, რომ ორი ადამიანი შევიდა ამ ლომბარდში. არა, გიორგის შეცვლის მერე რამოდენიმე ხანში ყველი გამოვიდა, მე ისე უკან გაბრუნდა. რომ ეს არის? 4 საათის წუთი იქნება. მოკლედ ის სახის ესეთ რაღაცას, რომ გიორგის კოლობის დროს მე ვიყავი სასაფლაოზე დასთან ერთად. არ კვირა რა. ამ სიტუაციაში პოლიციის მთავარი მიზანი იყო ის, რომ მას სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაესრულებინა, რის გამოც შევეცადეთ ავყოლოდით მას თამაშში და ვითომ გჯეროდა მისი ნათქვამი ეს ვერსია, რაზეც მას ვთხოვეთ. გადმოვეცა ჩვენთვის იმ ორი პიროვნების სახელები და გვარები, რადგან ჩვენ ისინი ძებნაზე დაგვესვა და გამოგვეცხადებინა მათ მიმართ ეფექტური ძებნა. რაზეც იგი დაგვთანხმდა და მოგვაწოდა აღნიშნული პიროვნების გვარები და სახელები. შენ უკვე ერთხელ მაჩუქე სიცოცხლე. ქული შიგნით უნდა შემომუშვა რა. გვამი უნდა ერთი ტყვია აქვს ნასროლი ზურგში. გამჭონი ჭრილობა? არა. და შენი არაღით არის ნასრო? ჩემი არავის სასაფლაოზე მქონდა. მას რა არის მეცე? არაფერი მას არ არის, უესროლეს ეთქობა წაიდეს. ეცუდია. ესე იგი არაც ვერ გავიგებთ რა. დაიბიწყე რა შენი შემოშოვა მაინც არ ვარ. გულ, კაი რა, მაგრა ართულებს საქმეს. მე მაინც არაფერი არ მიშოვე. კაი, მიდი იმ ორი ადამიანის კოორდინატები მითხარი და სახელი და გვარი. მიდი, ჩემებს დავაწყებინე ძებნას. პირობა მომეცი რომ არაფერს არის რა. 2 წუთში აქ ავარ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას
ნაკლებად სარწმუნო ვერსიად მიაჩნდა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ. ნათქვამი, ეს სიტყვები ჩვენს მიერ მაინც გადაგვიწვდა ხსენებული ორი პიროვნება და დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნებები არაფერ კავშირში არ იყვნენ მოხდარ გველობასთან. ლევან მოკლედ რა ხდება და მე მგონი ამის მოკულია, იმიტომ რომ ტყვია პირდაპირ ცხედარშია ჩარჩენილი და მაგიტომ არ უნდა რომ ამოჩევიდეთ რა. უბრალოდ სურათი ესეთია, რომ ვიღაცა ორ ტიპს აბრალებს, აი სახელმწიფო დამიწერა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეხლა ვითომ ამაზე ძიებაა გამოცხადებული რა. გადარეკე გათხოვრეკე ჩვენ შესულა. ნუ აი მეც იქ მაინტერესებს, ალბათ უნდა რომ რაღაცა თამაში ავხოთ რა. ჩვენს ავხოთ რა, სხვა გზა არ არის. ნახტები. გავაკეთე სასაფლაოზე ნამდვილად უხარ და ამბობს რომ ლომბარდის კარის გასაღებია. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ მას ვკითხეთ, ვინმე ხომ არ ყავდა ისეთი პოლიციაში, რომელსაც იგი ენდობოდა, რომლის სიტყვასაც დაიჯერებდა, რაც თავისთავად ჩვენს გაგვიადვილებდა აღნიშნულ პიროვნებასთან მოლაპარაკებას და მასთან შესვლას. გური რასაკეთო? ხომომეცი პირობა რა სიცოცხლეს აღარ იზამდი. გური, შენთაზე იფიქრე, რა გჭირს? ხომომეცი პირობა რა ეს? გური კაი რა მაშინ მე რა უნდა ვთქვა? 2 წუთი მაქვს, ვიღაცა დანაშაულები დავიჭირო და უდანაშაულ ადამიანი თავსი გვაქვს ჩვენ წინაშე. გური, გაძნელია ის თავისუფლება. ამიჯერი რა ძმაო რა. ამჯერა რა შენი? კაი, აი ჩემი თუ არ გჯერ რა. ვინმე თუ ყავს ნაცნობი თანამშრომელი, მითხარი კოორდინატები, აქ მოგიყვან და დაგელაპარაკებ რა ძმაო. მიდი ვინმე ყავს ნაცნობი ნაცნობი მეზობელი რა ვიცი მე. გამომძიებელი ქალია რა. იცი სახელი და გვაქვს. მიდი დამიწერე და მოგიყვან. შენ უკვე ორჯერ გადამარჩინე. მაგრამ იცოდე რომ ამ იარაღში 6 თვე ადებს. და რაც მეეჭება რომ ჯერ გადამაფიქრებინა. აი გური მე ნაცნობი უცხოს დამიწერე, მიდი მიხალი. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთან შედგა მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ შევიდოდა მისი დობით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომელი მასთან იმ შემთხვევაში, თუ იგი იარაღს დადებდა გვერდით და უიარაღოთ შეუშვებდა მას ოთახში. პოლიციელებმა დამნაშავის მოთხოვნით მოყვანილ გამომძიებელს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს. ის გამოძიებას თამაში უნდა ახოლოდა. როგორმე დამნაშავის ნდობა მოეპოვებინა და მასთან ოთახში შესულიყო. დანაშაულის ადგილას დამნაშავის დაცი მყოფებოდა. მას ლომბარდის შიდა კარის გასაღები ჰქონდა წამოღებული. გასაღები პოლიციელებს საჭიროების შემთხვევაში დამნაშავესთან ოთახში შესასვლელად გამოადგებოდათ. გამარჯობა გური. ყველაფერი ვიცი და ყველაფერი კარგად იქნება. სიმართლე შენს მხარეს არის. მომისმინე მართლა უნდა დავეხმარო ის. კი უნდა, თქო შენც უნდა დაგვეხმარო. უნდა შემოგუშვა და ცხედარი გვანახო. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. ხო კარგი შემოდი, ომოთ ეს აიერ დარჩეს. მაგრამ მან ეს შეთანხმება დაარღვია და თანამშრომლის შესვლის მომენტში აიღო იარაღი. რა დროსაც ჩვენ არ გავრისკეთ შიგნით თანამშრომლის შეშვება და აღარ შევუშვით თანამშრომელი. იარაღი დატოვე რა მაგიდაზე რა. და შემოუშვი. არი ერთი წუთი მოდი უკან დაბრუნდი რა შეხვიდი რა. მიდი გადა. საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენმა პირმა განაცხადა, რომ ძალიან დაიღალა
რაც სახეზეც ეტყობოდა და გვითხრა. მოგცემდა აღნიშნული ოთახის გასაღებს, გურდულს გააღებდა თვითონ, რის შემდეგაც დაისვენებდა. ჩვენ მივხვდით, რომ იგი თავის მოკვლას აპირებდა, არ მოვადუნეთ ყურადღება, დავთანხმდით ამ შემოთავაზებაზე, რა დროსაც მან ურდული გაწია, დატოვა იარაღი მაგიდაზე და წავიდა იმ ფანჯრისკენ, საიდანაც გასაღები უნდა მოეწოდებინა ჩემთვის. ჩვენ სათადარიგო გასაღების მეშვეობით სწრაფად გავაღეთ კარები, შევედით მასთან და შევძელით მისი დაკავება. მაგრა დავიღალე რა. რამდენი ხანია ხავთ? 14 საათია ზუსტად. ძალიან დავიღალე, ასე დავიღალე ძალიან. წავალი ხომ და ურდულს გავაღებ რა. მოიცა გური რა. მოგური? ურდული გავაღებ. ხო. უკან ეზოდე შემოდი და ფანჯრიდან გასაღებს გამოგაჭრე. მოთ 1-2 წუთი უნდა დავისვენ. იარაღი დატოვე რა მაგიდაზე რა. 2 წუთი მასადები დავისვენ. როცა გინდა ვერ შემო. ოპერაციის დროს პოლიციელი 14 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დამნაშავესთან ერთად. მან ორჯერ მოახერხა და დამნაშავეს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა. კრიტიკულ სიტუაციაში კი ოპერატიული რეაგირების წყალობით ლომბარდის ჯიხურიდან დამნაშავის უვნებლად გამოყვანაც შესძლო.